დიახ. მადლობთ მობრძანებისთვის პირველ რიგში და პირველ რიგში მინდა გითხოთ სულ ახლახანს გავრცელებული ინფორმაციაზე ეროვნულმა ფორუმმა გააკეთა განცხადება რომ ის იჩერებს უფლებამოსილებას სახალხო კრებაში სტრუქტურებში თქვენი კომენტარი და ემუქრება თუ არა სახალხო კრებას დაშლა იმიტომ რომ უკვე რამდენიმე ადამიანმა დატოვა შეიჩერა უпроსწორად უფლებამოსილება დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა მინდა ყველას მოგესალმოთ დამდეგი შობა ახალი წელი გისურვოთ რომ იყოს მშვიდობის, სიკეთის, წარმატების მომტანი, მრავალს დაესწარით შობა ახალ წელს, თქვენი ახლობლებიც და სრულიად საქართველოს. მე ნამდვილად მაქვს იმედი იმისა, რომ 2011 წელი იქნება გაცილებით უკეთესი წელი, ვიდრე იყო 2010 წელი ყველა მიმართულებით. იმიტომ რომ სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ 2010 წლის განმავლობაში საქართველოში ყველა მიმართულებით ვითარება კიდევ უფრო რთულია, ვიდრე ეს იყო 1 წლის წინ. ეს ეხება პოლიტიკურ პროცესებს, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით, ეს ეხება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ეკონომიკურ მდგრადობას. ეს ეხება ქვეყნის საგარეო ვალს, რომელიც განუზომლად იზრდება. ეს ეხება იმ მძიმე სოციალურ ფონს, რომელიც გაცილებით უფრო დამძიმებულია, ვიდრე თუნდაც ეს იყო 1 წლის წინ. ეხება როგორც ფასების ზრდას, ასევე უმუშევრობას. ეს ეხება უსამართლობას, რომელიც კვლავ გამეფებულია ქვეყანაში და იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი სხვა სახელმწიფოების სასამართლოების დამოუკიდებლობა თუ დამოუკიდებულების საკითხზე ლაპარაკობს. მე მინდა უბრალოდ გითხრათ, რომ გუშინ მართლაც აბსოლუტურად აღმაშფოთებელი ფაქტი მოხდა, როდესაც ჩვენი პარტიის ერთ-ერთ აქტივისტს, რომელიც გაამართლა პრაქტიკულად თეთრი წყაროს სასამართლომ, წარმოიდგინეთ, რამდენად არ არსებობდა მტკიცებულებები, რომ ამ ხელისუფლების ხელშიც კი თეთრი წყაროს სასამართლომ ძირითადი ბრალდებები მერაბ ძირკვაძეს მოუხსნა, გუშინ უკვე ესე ვთქვათ, შემდგომ ინსტანციაში პროკურორის მოთხოვნები დაკმაყოფილდა და ადამიანს, რომელსაც აბრალებენ, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, აბრალებენ, რომ უზარმაზარი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, რომელმაც მთელი თეთრი წყაროს რაიონი დაფარა, თურმე მას აქვს მითვისებული 2100 ლარი, ამ ადამიანს მიუსაჯეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ ის ამერიკული ორგანიზაცია, რომლის გრანტითაც და რომლის მეთვალყურეობითაც ტარდებოდა ეს სამუშაო, არ აცხადებს პრეტენზიებს ამ ადამიანის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია, მიუხედავად იმისა, რომ ადრე თეთრი წყაროს რაიონში საერთოდ უზარმაზარი პრობლემა იყო წყლით მომარაგების და დღეს ამ ადამიანის მიერ ჩატარებული სამუშაოების წყალობით ეს პრობლემა მოგვარებულია. ამ ადამიანს გუშინ საახალწლოდ მიუსაჯეთ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ეს იმ ფონზე კიდევ ვიმეორებ, როდესაც ჩვენი პრეზიდენტი სხვა სახელმწიფოების სასამართლოებზე ლაპარაკობს, მით უმეტეს, როდესაც დავები და დავა მილიარდებს ეხება, მე ვერავიზე ვერ ვიტყვი, ვინ არის დამნაშავე და ვინ არის მართალი, მით უფრო სხვა სახელმწიფოს სასამართლოში, მაგრამ ჯობია რომ ჩვენ სახელმწიფოში მივხედოთ სასამართლოს დამოუკიდებლობას. აღარაფერს ვლაპარაკობ იმ საერთაშორისო იმიჯზე, რომელიც კიდევ ერთხელ ძალიან ათლად შეილახა, მას შემდეგ, რაც ჩვენმა დემოკრატიის შუქურის პრეზიდენტად წოდებულმა პრეზიდენტ ლუკაშენკოს მიულოცა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. მე მგონი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი გახლავთ თავისთავად, იმიტომ რომ მაიმ ფონზე, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ გადახედავს ლუკაშენკოსთან და ბელორუსიასთან ურთიერთობას, ევროკავშირმა განაცხადა, რომ გადახედავს ბელორუსიასთან ურთიერთობას, არც ერთმა დემოკრატიულმა სახელმწიფომ არ მიულოცა ლუკაშენკოს პრეზიდენტობა. იმ ფონზე, როდესაც მინსკში ჯერ კიდევ ხელჩართული ბრძოლა მიდიოდა პრაქტიკულად ოპოზიციასა და სახელისუფლებო ნაწილებს შორის, ამ ფონზე ჩვენმა დემოკრატმა პრეზიდენტმა მიულოცა ლუკაშენკოს პრეზიდენტობა. ეხლა მე მესმის მას ალბათ მაინც უნდა რომ გარკვეული გარანტიები ჰქონდეს იმ შემთხვევაში თუ თავშესაფრის ძებნა დაჭირდება რომ ლუკაშენკო მას თავშესაფარი მისცეს, მაგრამ რაოდენ დემოკრატიულია ჩვენი პრეზიდენტის სახე, ამითაც მე ვფიქრობ ძალიან ათლად შეგვიძლია ვილაპარაკოთ. გარდა ამისა, მე ვფიქრობ, რომ თქვენ გარდა შიდა პოლიტიკური საკითხებისა გექნებათ ინტერესი საგარეო პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, იგივე
ნატოს სამითან დაკავშირებით, რომელიც გარღვევა, პოზიტიური გარღვევა იყო ნატოსთვის და რუსეთისთვის და არა საქართველოსთვის. საქართველოსთვის ნამდვილად არანაირი პოზიტიური გარღვევა არ იყო. ვილაპარაკოთ იგივე აფხაზეთთან და ოსეთთან მიმართებაში საკითხებზე. ვილაპარაკოთ იმ არჩევანზე, რომელიც ნამდვილად უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა და ეს არჩევანია საქართველოს ერთიანობა, აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნების შანსი თუ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნა. ეს ძალიან ნათელი არჩევანია, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავაკეთოთ. და ბუნებრივია, იმედი მაქვს, რომ თქვენ დაინტერესდებით არა მხოლოდ ჩემი ჩანთით ან ფეხსაცმელებით, არამედ დაინტერესდებით იმ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრებით, რომელიც შედგა რუსეთის ფედერაციაში ჩემი ვიზიტის დროს. განსაკუთრებით მე ხაზს გაუსვამდი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და რუსეთის პატრიარქთან შეხვედრას. ასევე მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო, უბრალოდ მე შესავლის სახით, რომ მე თქვენ გქონდეთ შესაძლებლობა დაზუსტების კითხვებით, რომ დღეს გამოქვეყნდა ჩვენი პარტიის სახელით მიმართვა კულტურის სამინისტროსადმი, სადაც მე კიდევ ერთხელ უკვე წერილობით მივმართე კულტურის სამინისტროს იმ მოთხოვნით, რომ კულტურის სამინისტრომ თუ ასე ვთქვათ, არ უნდათ რომ რუსეთის საპატრიარქოში გააგზავნონ ასეთი მოთხოვნა, ჩვენ მაინც გაგვაცნონ საქართველოს მოსახლეობას კონკრეტულად ის პრეტენზიები და პრობლემები, რომლებიც სამწუხაროდ შეიქმნა ილორის წმინდა გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებით, რათა შემდეგ ეს პრეტენზიები ითარგმნოს და მე გადავუგზავნი რუსეთის საპატრიარქოს, ჩვენ პატრიარქთან შევათანხმე მე ეს საკითხი და ის ძალიან კმაყოფილია იმ შეთანხმებით, რომელიც მიღწეული იქნა ჩემი და რუსეთის პატრიარქის შეხვედრის დროს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ხაზი გაუსვა ამ შეხვედრის მნიშვნელობას და ამ შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებების მნიშვნელობას. და მას შემდეგ იმავე წუთში, როგორც კი რუსეთის საპატრიარქო მიიღებს ჩვენს პრეტენზიებს ილორის წმინდა გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებით, მომენტალურად ამუშავდება ის სამუშაო ჯგუფი, რომელიც უკვე შექმნილია და დაიწყება ამ პრეტენზიების გარკვევა და პრეტენზიების დადასტურების შემთხვევაში უკვე მცდელობა იმისა, რომ ტაძარს დაუბრუნდეს პირვანდელი სახე და შემდგომში არავითარი მსგავსი აღარ განმეორდეს. გამოჩნდება კულტურის სამინისტროს ამ ტიპის განცხადებები ჭირდება PR აქციისათვის და ანტირუსული ისტორიისათვის თუ რეალურად იმ საქმისათვის, რასაც ეკლესიის გადარჩენა ქვია და ქართული მართლმადიდებლური ძეგლების დაცვა ქვია აფხაზეთის ტერიტორიაზე. აი ეს შესავლის სახით. ეხლა რაც შეეხება თქვენს შეკითხვას სახალხო კრებასთან დაკავშირებით, მე მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა ძალიან დასანანია, რომ ასეთი გადაწყვეტილება გაახმოვანა ეროვნულმა ფორუმმა, თუმცა ისინი რჩებიან კრების მხარდამჭერებად, მათსავე განცხადებაში ეს დაფიქსირებული გახლავთ. ამ განცხადებაში გარკვეულწილად არის, ასე ვთქვათ, ნაწილობრივი შეუსაბამობა. ერთის მხრივ ეროვნული ფორუმი ადასტურებს იმას, რომ პოლიტიკური პარტიების ყოფნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახალხო კრებაში, იმიტომ რომ მოხდეს გადაწყვეტილებების აღსრულება და იმ ამოცანის შესრულება, რაც სახალხო კრებისათვის არის მნიშვნელოვანი და მეორეს მხრივ აკეთებენ დისტანცირებას, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ყველა პოლიტიკური პარტია გაემიჯნება ამ პროცესს, უბრალოდ სახალხო კრება ვერ შეძლებს თავისი გადაწყვეტილებების აღსრულებას. მე სწორედ ეხლა როცა მოვდიოდი თქვენთან, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილთან მქონდა საუბარი, რომელმაც ასევე რა თქმა უნდა სინანული გამოთქვა ფორუმის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ ქალბატონ ნონას და აღმასრულებელი საბჭოს ცალკეული წევრების პოზიცია არის, რომ ჩვენ ყველა შემთხვევაში უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და როცა გადაწყვეტენ სხვა პოლიტიკური პარტიები ან ლიდერები, რომ განაახლონ ან ჩაერთონ კრების მუშაობაში, მათ ბუნებრივია ამის სრული შესაძლებლობა ექნებათ, იმიტომ რომ ცხადია, რომ სახალხო კრების კარი არავისთვის დახურული არ არის. იცით, ის კამპანია, რომელიც სახალხო კრების და პირადად ჩემს წინააღმდეგ არის აგორებული, მე ხა სულაც არ მიკვირს, იმიტომ რომ ხელისუფლებამ ძალიან ნათლად დაინახა სახალხო კრებაში ის სერიოზული ძალა, რომელიც მას საფრთხეს უქმნის და სხვათა შორის მნიშვნელოვანია ისიც, რომ თავად ეროვნული ფორუმიც ადასტურებს იმას, რომ გასული წლის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენა, ანუ უკვე ესე ვთქვათ, პრაქტიკულად გასული წლის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენა იყო სწორედ სახალხო კრების ჩამოყალიბება 25 ნოემბერი და ის გადაწყვეტილებები, რომელიც კრებაზე იქნა მიღებული. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ჩვენ იმ ადამიანებმა, ვინც ვართ აღმასრულებელ საბჭოში,
ვინც კრება მოიტანა პრაქტიკულად 25 ნოემბრამდე და დღემდე, ჩვენ არ აქვს უფლება ჩვენ ესე ინდივიდუალურად მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ შევაჩეროთ თუ არ შევაჩეროთ ჩვენი მონაწილეობა, იმიტომ რომ ჩვენ ხალხმა დაგვავალა 25 ნოემბერს, რომ აღვასრულოთ კრების გადაწყვეტილებები. თუ ჩვენ დისტანცირებას გავაკეთებთ ამ გადაწყვეტილებების აღსრულებისაგან, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებების აღსრულება გართულდება ან გაჭიანურდება. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ არავითარ შემთხვევაში კრება მუშაობა არ უნდა შეწყვიტოს. კრებამ უნდა გააგრძელოს თავისი საქმიანობა, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, ხელისუფლება შეეცდება იმას, რომ კრება ჩართოს, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ბატალიებში, მაგრამ კრების მხარდამჭერებმა ჩვენ უნდა გავუძლოთ ამ პოლიტიკურ ზეწოლას და PR კამპანიას, რომელიც კრების წინააღმდეგ მიდის და ჩვენი აქტიური მუშაობა უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით. ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, მე პირველი დღეებიდანვე ვიდექი კრების გვერდით. მე ვგრძნობ სრულ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, რაც კრება მიიღო და რასაც ჩვენ პირდებოდით ხალხს კრების სახელით. ჩვენ იმ ჯგუფმა, რომელმაც მოვიტანეთ კრება დღემდე, ყოველ შემთხვევაში როგორც მინიმუმ 25 ნოემბრამდე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვაგრძელებთ მუშაობას და კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა ის ძალა, რომელიც ნებისმიერ ეტაპზე ხელს შეუწყობს კრების გაძლიერებას და კრების მიზნების აღსრულებას, ბუნებრივია, ასე ვთქვათ, ჩართული იქნება ნებისმიერ დროს ამ პროცესში. ქალბატონინო, რომ დავაზუსტოთ, ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც კრების სტრუქტურებში რჩება, არის დემოკრატიული მოძრაობა და ეკაბესელიამ თქვენს გირჩიათ, რომ იქნებ დისტანცირება მოგეხდინათ სახალხო კრებისგან, რადგან იგივე ის სკანდალი, რომელიც უპირისპირდება თქვენსა და ლევან გაჩიჩილაძეს, არ მოხდარიყო კრებასთან გაიგივებული, არ მოხდეს კრებასთან ჩართვა ამ სკანდალში. ჯერ ერთი მე არ ვიცი ბატონი თემურ შაშიაშვილის პოზიცია, მე რამდენადაც ვიცი ყოველ შემთხვევაში გუშინ წინ მისი წარმომადგენელი ესწრებოდა აღმასრულებელი საბჭოს შეხვედრას და პოზიცია არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით დაფიქსირებული, რომ უნდა, ასე ვთქვათ, შეჩერდეს თეთრების მონაწილეობა კრებაში. იცით რა, თუ დარჩება დემოკრატიული მოძრაობა რაღაც ეტაპზე მარტო კრებასთან ერთად, ხა ამაშიც მე განსაკუთრებულ ტრაგედიას ვერ ვხედავ. ასე იყო მთელი პრაქტიკულად 8 თვის განმავლობაში. როდესაც პოლიტიკური პარტიები გვერდიდან უყურებდნენ ამ პროცესს და სხვათა შორის, იცით, ძალიან საინტერესოა პროცესი. მუდმივი პრეტენზიები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ კრებას მართავს ბურჯანაძე. დღეს როგორ ფიქრობთ, იგივე განცდა გაქვთ, რომ კრებას ბურჯანაძე მართავს? ანუ ცილისწამება იყო, ხო ის, როცა ლაპარაკობდნენ, რომ კრებაში ყველა გადაწყვეტილებას ბურჯანაძე აკონტროლებს, რომ ეს ერთი პარტიის კრება, ძალიან მეწყინა სხვათა შორის, აი მართლა ადამიანურად მეწყინა, როდესაც ერთ-ერთმა ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ექსპერტმა, ბატონმა სოსო ცისკარიშვილმა, თქვა, რომ, ასე ვთქვათ, ლამის მე ამერია კრების აღმასრულებელი საბჭო და ჩემი პარტიის პოლიტსაბჭო. უკაცრავად ეგრე რო ყოფილიყო, მაშინ ქალბატონი ბესელია ვერ გააკეთებდა იმ განცხადებებს, რაც გააკეთა. იმიტომ რომ ჩემი პოლიტსაბჭოს წევრები ღვთისწყალობით არ აკეთებენ ეგეთ განცხადებებს და ემორჩილებიან პარტიულ დისციპლინას. ანუ აი ესეთ კამათში თვითონ ის ადამიანები, ჩემთვის ხშირ შემთხვევაში საპატივცემულო, რომლებიც აკრიტიკებენ ხოლმე კრებასთან ბურჯანაძის და მისი პარტიის ყოფნას, ვარდებიან წინააღმდეგობაში. ანუ ერთის მხრივ ამბობენ, რომ ეს ერთი პარტიაა და მეორეს მხრივ ადასტურებენ, რომ ეს არ არის ის ორგანო, სადაც ერთი პარტიის დიქტატია. მე ვამაყობ იმით, რომ ვარ ამ კრებაში და იმ ადამიანების გვერდით, ვის გვერდითაც ვარ, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ საერთოდ კრეხელობა იყო იმაზე ლაპარაკი, რომ კრებას ბურჯანაძე აკონტროლებს და თურმე ესე იგი ნონა გაფრინდაშვილს, რეზო ესაძეს, ან გოგი ქავთარაძეს, ან გია ბურჯანაძეს, ან ელის ბარჯაველიძეს, ან თუნდაც ქალბატონეკას, რომ მე ვაკონტროლებ. და ეს დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ იქ არანაირი ერთი პარტიის დიქტატი არ არის. ესე რომ ყველა იმ ადამიანმა, ვინც ამდენი ხანი მუდმივად იმასზე აპელირებდა, რომ ეს ერთი პარტიის კრება, ალბათ ბოდიში უნდა მოიხადოს დღეს ამისათვის, ხო? ეხლა რაც შეეხება კრება, უკაცრავად, მაგრამ ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით. რა შუაშია კრება ჩემი და გაჩიჩილაძის დაპირისპირებაში? აი, გაეცინა აგერ, ესე ვთქვათ, სრულიად ობიექტურ ადამიანს ოპერატორს. აი, ვინმე ამიხსენით, რა შუაშია ბურჯანაძის და გრეჩიხას უკაცრავად, ლევან გაჩიჩილაძის და ნამდვილად არ მithქვამ შეგნებულად, თუმცა აქ არაფერი ისეთი არ არის. რა შუაშია ჩემი და ლევან გაჩიჩილაძის დაპირისპირება კრებასთან?
ისე ერთის მხრივ ერთი რამე მინდა ყველა შეგახსენოთ. ეს დაპირისპირება და საერთოდ მე არც ერთ დაპირისპირებაში არ შევსულ ვარ, მაშინ როდესაც მე მლანძღავდნენ, როცა ლანძღავდნენ ჩემი ოჯახის წევრებს, ჩემს თანაპარტიელებს, როცა მე მაკრიტიკებდნენ. მე კამათი დავიწყე სწორედ და შევედი ყველა, ასე ვთქვათ, ოპონენტთან განსაკუთრებულ კამათში, როდესაც მათ კრებას დაუწყეს ბრძოლა. როცა მე დავინახე, რომ ქართული პარტიის ამოცანად იქცა ეროვნული კრების ჩაძირვა, ეროვნული კრების დისკრედიტაცია. მაგრამ ამის და მიუხედავად, რომ ჩემი კონფლიქტი ქართულ პარტიასთან, შეგახსენებთ, ეს ის პარტია, რომელიც პრეზიდენტობას მთავაზობდა. და დღეს რას ნიშნავს უარყვეს? არსად არ უარყვიათ უკაცრავად. არ მაინტერესებს ეროსიკი წმარიშვილი. აი ეს დაადასტურა თავის დროზე სხვათა შორის ეროსიკი წმარიშვილმაც, მიუხედავად იმისა, რომ მისი აზრი არ მაინტერესებს და რაც მეტ, ასე ვთქვათ, თავის ბინძურ პიარ კამპანიის ხერხებს გაიხსენებს, იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ბურჯანაძე ისტერიკაშია, ამ ქალის ფაქტორის ხაზის გასმა უკაცრავად რა არის? რა, საქართველოში ცოდვა, რომ ქალად დაიბადე? თუ რომელიმე კაცზე ნაკლები ვაჟკაცი ქალი ვარ, ძალიან მაინტერესებს. რასაც ეგენი კადრულობენ, იმას ნამდვილად არასოდეს არ ვიკადრებ. ამიტომ კაცობა და ვაჟკაცობა ერთ და იგივე ტერმინი არ არის და ის რომ კაცებს გვანან გარეგნობით და შარვლები აცვიათ, სულაც არ ნიშნავს, რომ ვაჟკაცები არიან. ამ თემებზე ცალკე ვილაპარაკოთ. ის რომ ეხა უცებ თურმე ბადრიბიწაძემ გვარი შეიცვალა, იმიტომ რომ ბურჯანაძეების ოჯახი ეროსიკი წმარიშვილის წყალობით სხვათა შორის ბევრჯერ იყო ამ ხელისუფლების მიერ წაღმა უკუღმა ბრუნვაში ნატრიალები, მათ შორის ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ეხა გაიხსენა და ეხა მაინც ბიწაძე ცალკე გვარია და მიჩვეული გვარი ჯობია, ხო, რომ ატრიალონ ყველა ბრუნვაში. ჯერჯერობით შეგიძლიათ ესე ვთქვათ, რა ქვია ამას, მოქალაქეთა რეგისტრაციის ბიუროში შეგიძლიათ გაარკვიოთ, რომ ბადრიბიწაძეს გვარი არ შეუცვლია. თავისი გვარი აქვს. და ბურჯანაძეების ეჯახზე როცა ლაპარაკობს, მაშინ ბიწაძის გვარიც მიაყოლოს. ეს ბინძური პიარი ჩემს ყველაფერი გასაგებია და კიდევ ერთხელ ვამბობ. ეს ის პარტიაა, რომელმაც ნინო ბურჯანაძეს შეთავაზა პარტიის თავმჯდომარეობა. თუ პარტიის თავმჯდომარეობა არა, მაშინ ბლოკში გაერთიანება დემოკრატიულ მოძრაობასთან ახლად შექმნილი პარტიის და ამ ბლოკის ხელმძღვანელობა და შესაბამისად მათი საპრეზიდენტო კანდიდატობა. უკაცრავად და უქროაშვილი რო იძახის, რომ კი შევთავაზეთ, ოღონდ იმიტომ შევთავაზეთ, რომ რამე არ გაეფუჭებიაო, ეს ნაწილობრივ ადასტურებს იმას, რომ ნამდვილად შეთავაზება იყო. ეხა განმარტებას იმაზე აღარ გავაკეთებ, პრეზიდენტობას რო თავაზობ ადამიანს, ემან რამე არ გააფუჭოო. ეს კიდე რამხელა პასუხისმგებლობაა საკუთარი ხალხის წინაშე თქვენთვის მომინდია. დღეს რომელიღაცა გაზეთში, რომელი გაზეთი იყო ბატონი კოკა სტატია? ძალიან სამწუხაროა, იცით, კოკა გუნცაძეს მე ვიცნობდი როგორც ზრდილობიან ახალგაზრდას. და მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში მე და კოკა ვიყავით ხოლმე სრულიად საპირისპირო ბანაკში, ზრდილობა მას არასოდეს არ ღალატობდა ხოლმე. და ვინ არის სასოწარკვეთილი და ვინ არის გამწარებული იმდენად, რომ ელემენტარულმა ზრდილობამაც კი უღალატა, დღევანდელი ამ სტატიის წაკითხვით თქვენ ძალიან კარგად მიხვდებით. იმიტომ რომ კოკა გუნცაძეზე ასაკითაც უფროსი ვარ, გამოცდილებაც მეტი მაქვს და ქალი კაცზე რომ ლაპარაკობს, მაინც კაცია და მე ქალი ვარ. უბრალოდ უზრდელობს, რაც ჩემთვის არის ძალიან სამწუხარო, იმიტომ რომ მე ხშირად მithვამს კოკა გუნცაძისთვის, რომ მე მაქვს მეთქი იმედი, რომ რაც არ უნდა პოლიტიკურად დაპირისპირებულნი აღმოჩნდეთ მე და შენ, ადამიანური ურთიერთობები ჩვენ შორის დარჩება მეთქი და საზღვრებს არ გადავათქო. დღეს სამწუხაროდ კოკა ამ საზღვრებს გადავიდა. მაგრამ ამას არ აქვს ახლა მნიშვნელობა. სხვა რამ არის მთავარი, იცით, დაახლოებით აი მთელ გვერდზე ორი სვეტი ეძღვნება რა საშინელი ადამიანია ბურჯანაძე, რა დანაშაულებები აქვს ბურჯანაძეს ჩადენილი და ბოლოს მთავრდება ესეთი რიტორიკული კითხვით. წარმოგიდგენიათ ბურჯანაძე რო ხელისუფლებაში მოვიდეს, რას იზამსო? მე ვეკითხები კოკა გუნცაძეს, ეს ყველაფერი წუხელ გაიგო? და როცა მთავაზობდა მისი პარტიის ლიდერობას და ამ ქვეყნის პრეზიდენტობას, ეს მაშინ არ იცოდა? თუ იცოდა ეს ყველაფერი, მაგრამ იმ ფასად, რა ფასადაც ესე ვთქვათ, მათ უღირდათ ჩემი პარტიის თავმჯდომარეობა, ამ ყველაფერზე თვალებს ხუჭავდა. და დღეს, როდესაც დაინახეს, რომ ჩვენი თანამშრომლობა აღარასოდეს აღარ შედგება, დღეს გადაწყვიტეს, რომ ხალხს დაუსვან რიტორიკული კითხვა.
რომ წარმოგიდგენიათ რა მოხდება ბურჯანაძე ხელისუფლებაში რომ მოვიდესო? აი ესეთ ადამიანებთან გვაქვს სამწუხაროდ პოლიტიკურად ჩვენ საქმე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. არაფერ შუაში სახალხო კრება ამ დაპირისპირებაში არ არის. მე მაქვს ძალა და ბადრი ბიწაძესაც რომ ჩვენი პასუხები გავცეთ ლევან გაჩეჩილაძეს და ქართულ პარტიას. არანაირად სახალხო კრების ამაში ჩართვა საჭირო არ არის. და ჩემდა სამწუხაროდ ის ადამიანები, ვინც ამდენს განცხადებებს აკეთებენ იმასთან დაკავშირებით, რომ აი დისტანცირება მოხდეს, გამიჯვნა მოხდეს, ეს ადამიანები ნებსით თუ უნებლიეთ ხდიან სახალხო კრებას მხარეთ ამ პროცესში. და უკაცრავად, როდესაც იმას ამბობენ, რომ თურმე ეს პროცესი უნდა გამოიძიოს სახალხო კრების კომაგმა და გადაწყვეტილება მიიღოს, ამით უფრო არ გახდება სახალხო კრება მხარე? როგორ წარმოგიდგენიათ? ამიტომ მე მესმის, რომ სახალხო კრების წინააღმდეგ ეხა ხელისუფლება მომართულია მხოლოდ სახალხო კრების და ბურჯანაძის მიმართ. იმიტომ ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის. დიახ, ამას ვიტყვი. თუ სახალხო კრება დარჩება ყველა პოლიტიკური პარტიის გარეშე, სახალხო კრება იქნება კარგი იდეა, რომელიც ძალიან მალე მოკვდება. იმიტომ რომ საზოგადოებას და ეს ძალიან კარგად თქვა ქალბატონმა ნონამ ჯერ კიდევ 1 წლის წინ სამწუხაროდ არა აქვს ის ძალა, რომ მან რეალიზება გაუკეთოს კომიტეტების შექმნას, ეროვნული დაუმორჩილებლობის განხორციელებას. ამიტომ ყველამ გავითავისოთ და გავიაზროთ კარგად, რომ დღეს სახალხო კრებიდან პოლიტიკური პარტიების გამიჯვნა ყველა სიყოველ შემთხვევაში ნამდვილად გააჩერებს ყველაფერს, რაც სახალხო კრებას დღემდე დაწყებული აქვს. მე ეს განცდა რომ არ მქონდეს, სიამოვნებით ჩავატარებდი